მე ვარ ლიზი ტაგიძე 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ჰოკეის თამაში. მე მგონი უფრო მიყვარს ცეკვა. ადრე ცეკვავდი ანსამბლში და იმიტომ გამოვედი ცეკვიდან, რომ სწავლისთვის დრო არ მრჩებოდა. ამის მიუხედავად ცეკვა რჩება ჩემს საყვარელ საქმიანობად. ჩემი საყვარელი ცეკვა რაჭული. ადრე არ მახსოვს კონცერტი თუ მქონდა, მაგრამ სიამოვნებით ვიცეკვავდი დიდ სცენაზე. ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი შვეიცარიაში. ბილეთი ეღირებოდა 200 евро და დარბაზი იქნებოდა სავსე. ჩემი საკონცერტო აფიშა ასეთი წარმოვიდგენია. კარგად განათებულ სცენაზე ვიქნებოდი რაჭულის ფორმაში. აფიშას დიდი ასობით ეწერებოდა ცნობილი ქართველი მოცეკვავე ლიზი ტაგიძე. ბევრი ფული რომ მქონდეს, გაჭირვებულებს დავეხმარებოდი, ბევრ სახლებს ავაშენებდი და ვაცხოვრებდი. დიდი ალბათობით საქართველოში ერთ კარგ ქალაქს ავაშენებდი. პირადად ჩემთვის ვიყიდი მაკდონალდს და ერთ თვითმფრინავს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი დირექტორი ყავს, მასწავლებელიც, კლასელებიც, ბევრ რამეს ვიგებთ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის გიგა ბოლქვაძე. ყველაზე ცელქია ლიკა შენგელია. ყველაზე ჭკვიანია დეა ჭანგიშარაშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი, მეგობრული და მშვიდი. საყვარელი მასწავლებელია ნინო ბოლქვაძე. ის ძალიან მშვიდი, კეთილი, გაწონასწორებული და ლამაზი ადამიანია. ის ძალიან ბედნიერია. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ასეთი კარგი მასწავლებლები ვყავართ. სიამოვნებით გავიცნობდი ჩემი სკოლის დირექტორს. პირველ ნახვაზე შევაქებდი, რომ ძალიან კარგი დირექტორია და ვეტყოდი, რომ მე-6 B კლასი ყველაზე კარგი კლასია. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, აუცილებლად სისუფთავეს დავიცავდი. ბუფეტში ისეთ რამეს გავაკეთებდი, რომ ფულის გადახდა არ მოუწიოთ ბავშვებს, ასევე გავსდიდი დასვენებებს, რომ ბავშვებმა უფრო კარგად და რომ დაისვენონ კარგად. და გაკვეთილებსაც გავსდიდი ალბათ. იმიტომ რომ ბავშვებმა უფრო ბევრი რამე გაიგო. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება რესტორნები და სასტუმროები. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან გავაკეთებდი ჩემს ბიზნესს და ჩემს ოცნებებს ავისრულებდი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა ჩემი, მამა ჩემი, ბაბუა ჩემი და ბებია ჩემი. და ძაღლიც. მინდა ვყავდეს ერთი ძმა და ერთი და. მამიკო არის კეთილი, მზრუნველი, შრომის მოყვარე, სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის საყვარელი, ლამაზი, მზრუნველი და კეთილი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. იმიტომ ზოგჯერ ვალაგებ სახლს და საჭმელების გაკეთებითაც არ ვიკლავ თავს. ზოგიერთ შეიძლება გემრიელი ყავის მოდღება. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მე ვყავს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ალბათ მეცნიერებაზე ან ჯადოქრობას. ან ერთი კარგი გოგოს ცხოვრებას და ეს გოგო იქნებოდი მე. სიამოვნებით ვითამაშებდი ჰარი პოტერში ჰერმიონ გრეინჯერის როლს. მე ასევე მიყვარს ჰოკეი, 3 წელი ვთამაშობდი ბალახის ჰოკეის გუნდში. ჰოკეიზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქ თამაშობდა ჩემი მეგობარი. მე ვთამაშობდი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. ჰოკეიში ყველაზე უფრო მეტად მომწონს გოლის გატანა. ჩემი ყველაზე კარგი თვისება მოედანზე იყო სწრაფი სირბილი. სამწუხაროდ ჰოკეიდანაც დროის უქონლობის გამო გამოვედი. ჩემი აზრით რო დავჩენილიყავი, თავისუფლად მოხვდებოდი აჭარის და საქართველოს ნაკრებში. დადასნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ტელეპორტაციის სუპერ ძაბ. ახლა სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მე-20 საუკუნის საქართველოში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა ლიზი რომ არ გვექვას რა გერქმევოდა. მე ლიზი დამარქვა მომაჩემა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზი რომ მე რქვას მერქმევოდა ალბათ სესილი. ჩემ შვილებს დავარქმევ გოგოს თამუნას და ბიჭს ირაკლეს. შემდეგ მონაწილეებს ვუწევებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი საოცნებო საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ტელესკოპი. ბედნიერება არის კარგი ოჯახის ყოლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.